აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენს წინაშე დადგა 24 თებერვლის მერე, როდესაც პირდაპირ დაგვიყენეს უკვე ბევრ საქმად თქვა ხო იქ ლაპარაკია როგორც შეერთებული შტატების ელჩზე, სხვადასხვა წარმომადგენლებზე, შეერთებული შტატების deep state-ის, როცა იყო ეს სერიოზული დაწოვა ხელისუფლებაზე. აღარ ლაპარაკობ უკვე უკრაინელის პოლიტიკური establishment-ის პირდაპირ მოწოდებებზე, რომ მეორე ფრონტი უნდა გავხსნათ. ჩვენ საუბრობთ ამ მეორე ფრონტზე და მაყურებლებისთვის და საზოგადოებისთვის ცოტა გაუგებარია, რატომ შეიძლება საქართველოში იყოს მეორე ფრონტი და რატომ მოვიწოდებენ? რატომ მოვიწოდებენ? აი ესე, სულ ყველას ესმის, ამას ყველა განიხილავს, მაგრამ აი რატომ, რა არის მიზეზი, რა ინტერესი აქვს საქართველოს? გავხსნათ ფრჩხილები, მე მგონი ძალიან მარტივია ის, რომ თუ საქართველოში იქნება ქაოსი, მაშინ ეგრეთ წოდებული აი ეს ჯგუფები ის მაგალითად ისლამისტური, ხო? თავისუფლად გავლენ საქართველოს მეშვეობით ჩრდილო კავკასიაზე და